ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რამდენიმე სახლი. ბათუმის სანაპიროზე კი ისევ უამინდობა და შტორმია. ქალაქის მოსახლეობის ნაწილს დაბინძურების გამო წყალი არ მიეწოდება. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს გემზე, რომელსაც ნარკოტიკი გადაჰქონდა. ბორტზე მყოფი 3 ნარკოტერორისტი დაიღუპა, აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, დაზვერვისგან დადასტურებული ცნობის შემდეგ, რომ გემს ნარკოტიკი გადაჰქონდა, იერიშის ბრძანება პირადად გასცა. გემი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში გადაადგილდებოდა. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულებამდე სჭირდება. არავინ განიხილავს კორეულ, ფინურ ან სხვა მოდელებს, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ის აანონსებს, რომ უკრაინა სადესანტო რაზმებს შექმნის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონეცკში უკრაინელებმა მტრის რუკები ჩაიგდეს ხელში, რომლითაც დასტურდება, რომ რუსები თავიანთ სარდლობას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან. გამოცემა ბილდის ინფორმაციით, კიბერშეტევის გამო ბერლინის, ლონდონის, ბრიუსელისა და სხვა ევროპული ქალაქების აეროპორტებში შეფერხებები იყო. კერძოდ უსაფრთხოების მიზნით სისტემებზე წვდომა მთლიანად გამოირთო, რამაც რიგები, დაგვიანებები და ფრენების გაუქმება გამოიწვია.